თვითმმართველობის არჩევნები კვლავ დაპირისპირების თემა ოპოზიციაში. მიხეილ ყავლაშვილის შეწყალების შემდეგ საპატიმრო დატოვებულ ხაზარაძე ჯაფარიძე სხვა ოპოზიციონერები გადაწყვეტილების შეცვლას ურჩევენ. ნაციონალურ მოძრაობაში ლელოს მოუწოდებენ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვან და ბრძოლის მათ მეთოდს შეუერთდნენ. უკან დახევას არ აპირებენ ლელოსა და გახარია საქართველოში, სადაც ფიქრობენ, რომ ბრძოლისთვის ყველა შესაძლო გზა უნდა გამოიყენონ. რაც შეეხება მმართველ გუნდს, უმრავლესობაში დარწმუნებულები არიან, რომ ოპოზიციის ყველა მცდელობა ფუჭია, რადგან 64-ვე მუნიციპალიტეტში გამარჯვებას ქართული ოცნება მოიპოვებს. გასაგები იყო და თამაშას თამაშობდა სამწუხაროდ ლელო და გამოჩნდა კიდევ ერთხელ ისინი უბრალოდ დაყაბულდნენ, იყვნენ სისტემური ოპოზიცია და სისტემური ოპოზიცია ივანიშვილის მხრიდან მათი აზრით იქნება ნაკლებად თეორიის ობიექტი. მათ უნდა ჯეროდეთ არა ივანიშვილის სისტემის უძლეველობის სინამდვილეში, არამედ ქართული ხალხის ძალის და უნდა ჯეროდეთ იმის, რომ ქართულ ხალხს შეუძლია ამ სისტემის მშვიდობიანი დემონტაჟი, რისიც არ ჯერათ სამწუხაროდ და მიაჩნიათ, რომ აი ამ უკანდახევით და აი ამ კომპრომისზე წასულით ეშმაკთან შეუძლიათ, რომ რაღაც პოლიტიკურად გაიხანგრძელონ ცხოვრება. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე უკვე იყვნენ ბიძინა ივანიშვილის პირად ტყვეობაში, როდესაც ამ პოლიტიკური ძალის დემოკრატიულმა პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო და ეს იყო ამ არჩევნებში მონაწილეობა და ბრძოლა. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე იყვნენ კარგად ინფორმირებული ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან მკაფე პოზიცია ჰქონდა ეგრეთ წოდებულ შეწყალებასთან დაკავშირებითაც. ვიცოდით ამავე დროს ისინი არასოდეს არ აირჩევდნენ, არასოდეს არც მიმართავდნენ და არც აირჩევდნენ შეწყალებაზე, ბუნებრივია, იმიტომ ისინი არიან ღირსეული ადამიანები და იბრძვიან მთელი წყობა ღირსეული პრინციპებით. რა თქმა უნდა, ეს დაპირისპირება არის ერთის მხრივ ხელოვნური და დაკვეთილი, იქიდან გამომდინარე, რომ გამიჯნონ გახარიას და ლელოს პარტია ნაციონალური მოძრაობისგან, ხოლო მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ეს ბუნებრივიც არის, იქიდან გამომდინარე, რომ შიდა კონკურენცია არის და ყველა სურს იმ გარეძალების ფავორიტი რომ იყოს, ხო? ეხლა ბატონი ყავლაშვილის გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, აქაც რომ არავის არ დაუტოვოთ სასპეკულაციო არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ და ის შედეგი, რა შედეგიც დადგება ოპოზიციისთვის, ლელოს პარტიისთვის, გახარიას პარტიისთვის და ჩვენ ძალიან დიდი ანგარიში დავამარცხებთ. მათ შემდეგ რომ არ ქონდეთ სალაპარაკო, რომ აი ჩვენ ლიდერები ციხეში ვიმყოფებოდით და მაქედან გამომდინარე წავაგეთ დიდი ანგარიშითო, ეს ყველაფერი ემსახურება სწორედ ამას. ქვეყნის პრეზიდენტი სახელმწიფოებრივად და პოლიტიკურად სწორ გადაწყვეტილებას იღებს და მიუხედავად იმისა, რომ დამნაშავეთა და პატიმრობის პირობებში, აბსოლუტურად დემოკრატიულ პირობებში წარიმართებოდა და წარიმართება წინასაარჩევნო კამპანია და კონკურენტუნარიან სიტუაციაში იმისთვის, რომ იქნეს თავიდან აცილებული ნებისმიერი სახის ამ შემთხვევაში манипуляცია, იყო გადაწყვეტილება მიღებული ამ ორი დამნაშავეს ხიდან გამოსვლის თაობაზე.